გამარჯობა მეგობრებო, 26 ეპიზოდით დაუბრუნდით, ჩემო ძმაო. და უბრუნდებით UFC Apex-იდან და მივდივართ ისევ UFC Apex-ში და გარსია უნამაზე რას ფიქრობ ჩვენი ბოლო main event იყო ეგ? ეგ ცოტა ისეთი რთული კარდი არის თავიდან ბოლომდე თავის თამდები მოვლენებით ხო არ ჯობია ეს კი მთავარი განვიხილოს და მე დაუბრუნდეთ მაშინ მოდი მე პირველ ბრძოლას შემოგთავაზებ ისაკ დულგარიანი დევალეს წინააღმდეგ იმიტომ რომ UFC ამ ბრძოლის გამო რაღაც ვერ გაიგე ამ გითხარი სკანდალშია ძმა ხო და ჯერ ეს კარდი ხო განვიხილოთ თქო და მე ხო დაუბრუნდეთ მაგას თქო რა ინტერნეტ ზამბია სალაპარაკო ამ Apex-ი ძახის ეგ მიმდინარეს შაბათს რაც კი ბატონო კაი არ არის პრობლემა კაი ვისაუბროთ მოკლედ ბულგარიანზეც და წინა ქართლზეც მაშინ და ბონფიმი ბრაუნი არის ჩვენი მთავარი კარდის მთავარი ბრძოლა და რას ფიქრობ მოდი პირველ რიგში კლასიკური სტრაიკერი გრეპლერის წინააღმდეგ მაგარი გრეპლერისთან კი ბატონო ბრაუნი ძალიან მაგარი სტრაიკერია და უპირატესობა აქვს დომში სტრაიკინგში. ყველაფერს აქეთ ბონფიმი, ხო, ბონფიმი აქეთ რომელმაც ვანდერბოისთან სპლიტით მოიგო, ოღონდ ჩემთვის არ მოიგო. მიუხედავად იმისა, ამათ ნახეთ ვანდერბოის ფეხი რა დღეში ჰქონდა. მაინც ბევრი დარჩა გაყურებული მაგრამ დაწყვეტილებით, რომ ბონფიმა მოიგო რა, მაგრამ ჩემი აზრით Andy Brown-თან წამით არ გაჭირდება ფეხს. იცი რა არის Wonderboy-სთანაც ეგ გეგმა იყო და პირველი რაუნდი ეგრე მოუგო რა Thompson-ს რომ აკონტროლა იქ რაღაც საბმიშენზე შეტევა ქონდა და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე და მესამე რაუნდი ჩემთვის წააგო ბონფიმ, ანუ მესამე რაუნდი ჩემი აზრით უფრო წააგო, იმიტომ რომ იქ ნოკდაუნიც ქონდა რა ის ფეხი მოარტყა და ნუ ასე შემდეგ რა და უბრალოდ თემა ის არის, იმიტომ მისცეს გაბრიელს ეგ მოგება რომ პროსპექტი არის და ამას აქვს მნიშვნელობა ხოლმე, როდესაც ესეთი პროსპექტი ძველ, აი უკვე ვეტერან სახელოვან ტიპს ხვდება, როგორც არის Wonderboy და მაგიტო ეხა 51 წლის მებრძოლს აღარ მიცეს ბრძოლა, თორე რეალურად ჩემი აზრით ეგ სპლიტი უფრო თუ სპლიტი უნდა ყოფილიყო, ალბათ უფრო Thompson-ის ხარეს უნდა ყოფილიყო, თუმცა ბონფიმი მართლა კარგი მებრძოლი არის Thompson-თანაც მე ვფიქრობდი რომ მოიგებდა, ოღონდ ველოდი საბმიშენით მოგებას თუნდაც რა და ძალიან ცუდი პერფორმანსი ქონდა პირდაპირ ვიძახი და ახლა ხვდება Randy Brown-ს და ბონფიმს ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა ზოგადად შორიდან მებრძოლთან რა, რომელსაც სპეციალისტი კი და Randy Brown-ი ძალიან კარგი მებრძოლი არის ამ ხრივ, მით უმეტეს გაბარიტები უწყობს ხელს, ძალიან დიდი არის. მაშინ აი JDM ხო დიდია რა, მასიური ტიპი არის და JDM-ს რო ეჩხუბა, ანუ იქ JDM-აკი კი დააფინიშა, მაგრამ ცადა დედამიწა იყო, იმდენად დიდი იყო Randy Brown-ი JDM-თან შედარებით. ძლიერია ფიზიკურად, ძალიან მე მიკვრის ველტერს როდებს შორის. სალიხოვი რომ მოწყვიტა, მან მეთქი. კი და სალიხოვი და ბოლოსაც ძალიან ისეთი ის დალბის მოგო ბოქსინგის ერთ-ერთი ლეგენდა. კი და მოწყვიტა ეგ სასწაულსკრაიკერია დალბიც გამძლე და Randy Brown-ის თავარი უპირატესობა რაც არის ის ალბათ რომ სტრაიკინგში 4-ჯერ უფრო აღემატება ბონფიმს პლუს ამას ამ გაბარიტების სწორად გამოყენება იცის და ბონფიმს ძალიან გაუჭირდება ჩახურვა. თავარი არის ბონფიმისთვის რომ მიწაზე გადაიყვანოს ბრძოლა რა და არც ისე მარტივი ამბავი არ იქნება ეგ მაგრამ იქ გაკონტროლებას არ მგონია ეგეთი მარტივი იყოს, იმიტომ რომ აქაც სიდიდეს უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. აი იქ ეხლა მძიმე წონაში რო იყო ასპინალის ქარტზე ვოლკოვი ალმეიდა რა. მანდაც ვოლკო აი დაახლოებით იგივე გაბარიტების მებრძოლები არიან, აი ჩათვალე რაღაც მსგავსად და იქ რო ჩაიყვანა ალმეიდამ ძალიან გაუჭირდა იმ სიდიდის გრძელი კიდურების გამო გაკონტროლება და თან ახლა ვოლკოვი ნუ მაინც ჩემი აზრით ვოლკოვი და Randy Brown-ი განსხვავდება ძალიან სხვადასხვა დონე არის კი მაგრამ ხო Randy Brown-ის თავარი მინუსი ეგ არის რომ მე მაინც მგონია რომ ხასიათის მებრძოლი არის რა ხო მაგრამ სადაც JDM-ა და საბმითა ბონფიმი ვერ დაასაბმითებს მან საბმითი იცი როგორ იყო თუ არ გახსოვს გაგახსენებ ფეხზე ძალიან მძიმე ნოკდაუნი ქონდა რა აი ჩათვალე გათიშული დაასაბმითა
ჩათვალე აი გათიშული იყო ბრაუნი და იდეაში მაგითო დაასაბმითა, თორე მან 1-2 დარტყმა რომ მიეყოლებინა ტექნიკური ნოკაუტი იქნებოდა და ეგ JDM-ის საბმიშენი იდეაში არაფერს არ ნიშნავს. თუმცა რავი, ხო, რა თქმა უნდა, გრეპლინგში ბონფიმის დიდი უპირატესობა იქნება. რენდი ბრაუნს და გასაკვირიც არ იქნება რა ხა ბონფიმი, ნუ ფინიში რო იქნება იქ 100%-იანი. ძალიან ხო, 5 რაუნდი რო ეს ბრძოლა გაგრძელდეს, არ ამგონია მართლა. ჩემი აზრით 3 რაუნდიც არ გაგრძელდება. ხო, დიდი შანსია. დიდი შანსია. 4 ყველაზე დიდი. მე უფრო ნოკაუტი თუ იქნება რენდი ბრაუნი აუცილებლად საბმიშენზე ბონფიმი რა და გადაწყვეტლებით ნაღდად არ ვიცი, ალბათ უფრო ბონფიმი მოიგეს გადაწყვეტლებით, აი იმ სურათს წარმოვიდგენ რომ წააქციოს და აკონტროლოს რა. ხშირად და აი ესე მოიგოს რა. ანუ ერთადერთი რენდი ბრაუნის მოგება მგონია ნოკაუტით. ხო, რეალურად ეგ შანსი. დანარჩენი ხო ორივე საშუალება რაც არის გადაწყვეტილება და საბმიშენი უფრო ბონფიმის ხარისთან. გაბრიელიც ეხა რადგან ცუდი პერფორმანსი ქონა ბოლო ბრძოლაში, ანუ ისეთი მებრძოლი არ არის რომ არ ვითარდებოდეს რა პირიქით და მგონია რომ მაგ რაღაცებსაც გამოასწორებს რა. მაგრამ აი რა ვქნა, მაინც რენდის მოგებას ვფიქრობ. მაგრამ აი ძალიან ისე როგორი არის იცი, აი ძალიან ცირედით მოსალოდნელი რო არის რა. ფავრიტი არ ვიცი ვინ არის, ალბათ ბონფიმი არის წესით დიდი ფავრიტი უნდა იყოს. ფავრიტია ალბათ, მაგრამ არ ვიცი, ვერ გეტყვი. ხო, რენდი წესით ანდერდოგი უნდა იყოს. საინტერესო არის თვითონ ბევრი რაღაც არის რა, არასტაბილური მებრძოლი არის რენდი და რაღაც ისეთი ბრძოლები აქვს წაგებული წესით რაც უნდა წაეგო და JDM-ს არ ვთვლი რა თქმა უნდა და დანარჩენებს უიძახი რა. გადავიდეთ სხვა ბრძოლებზე თუ გაქვს კიდე რა? არა, გადავიდეთ უბრალოდ ფავორიტის სტატუსის ნახვა მინდოდა. ხო. სალიხოუიც ბრუნდება და ხო, თითქმის ერთნაირად არიან ტაფოლოგიზე როგორც წერია რა. მუსლიმ სალიხოვი უროს მედიჩი არის, კიდე ერთი საინტერესო ბრძოლა, რასაც რომ მივაქციოთ ყურადღება. 40 გადაცილებული მებრძოლი ჩხუბობს მუსლიმ სალიხოვი. წინა ბრძოლა რომელი იყო გახსოვს? ბრუნში რო გათიშა, ეგ იყო ხო? ეგეც ეგრე არ გათიშა. ორჯერ მე მგონი ზედიზედ ბრუნში გათიშა, ბრუნში კიკით გათიშა. და თავისთავად ამასთანავე რენდი ბრაუნს ყავს სასწაულად გათიშვის სალიხოვი. ძალიან მაგრად. კუნგ-ფუს ოსტატი არის სალიხოვი და მაგიტოს საინტერესოა. 40 რო გადაცდა, მე გაიხსნა. თან გახსოვს როგორი ანდერდოგი იყო ლილთა. ძალიან დიდი და მანამდეც ბოლო ბრძოლებში ძალიან დიდი ანდერდოგი იყო და 40 რო გადაცდა, მე გაიხსნა. აი, მე მგონი მაგის გამო 40 რო გადაცდა ლილმა ეკრა ხა ამას გავლახაო მაგრადო ეგრევე მივარდა, როგორც აი გარსია მივარდა. მან კიკით არ გაუთიშია, ხელით გათიშა. კი, ეხა გამახსენდა, რამ ხელა ფავორიტი იყო მართლა ლილი და ძალიან გამიკვირდა სხვათა შორის სალიხოვმა კიდევ ერთხელ რო გააკეთა ეგეთი რაღაც და მედიჩი უკვე ძალიან გართულებული ვარიანტია რეალურად. მედიჩთან 100%-იანი ფინიშერი არის. ხო, ეს ბრძოლა იქნება ალბათ ძალიან სანახაობრივი სადამდედაც იქნება. მაგრამ ისეთია რა, გაურთულეს, ეგრეც უნდა ყოფილიყო, გართულებული ვარიანტი უნდა შეხვედროდა უკვე სალიხოვს, თუმცა რავი, უკვე აღარ მიყვარს ამ ბრძოლისგან სხვათა შორის. არც შემარა, ეხლა სალიხოვი რო კამარზე არის იბრძვის კამარზე ის ფულს აგროვებს რა უბრალოდ კარიერის ბოლოს რა. პერფორმანსის ბონუსებს, ანუ ნოკაუტის ბონუსებს რა. ხო, ფინიშს ვფიქრობ, მეტად მეტი არაფერი რა. ფინიში რა, ნოკაუტს ვფიქრობ. გონია რომ მედიჩი ბრუტალურად გათიშავს სალიხოვს. ხო, დიდი შანსია. არ დავკონკრეტდები, მაგრამ ნოკაუტი ალბათ უეჭველი იქნება ამ ბრძოლაში და შეიძლება ერთ-ერთი Fight of the Night ალბათ ვერ იქნება, იმიტომ რომ დიდი ხანი შეიძლება არც გაგრძელდეს ეს ჩხუბი და ეგეთი ჩხუბები არ ხდება. ან ჩოს მიცემდი მაქსიმუმ მეორე რაუნდის ბოლო 2 წუთამდე რო გაგრძელდეს. ხო, აი ზუსტად. კრის პადილა ისმაილ ბონფიმიეს გაბრიელის ძმაც ჩხუბობს. ეს ძალიან მიჩვეულები ვართ ზოგადად ბონფიმები ერთად ჩხუბობენ ხოლმე. ხარზე და ისმაილიც არ არის სხვა შორის ცუდი მებრძოლი. ეგ რეალურად არის. აი მაგალითად ილია და ალექსანდრე რო არ ჩხუბობენ ერთად. აი უმარმა და ისლამა რო იჩხუბეს ერთ ხარზე ერთად წლის დასაწყისში მე უმარო მოვიდა უმარს ისლამიც რაღაცნაირად იმოქმედა რა მაგალითად. კი, ზუსტად. ზოგადად ეგრე. უბრალოდ ისლამი პროფესიონალი ტიპია. ჩემი ვოლტე ვოკერი და ჯონი ვოკერი ერთ ხარზე რო აჩხუბა, იდია. აირნაირი პრობლემა არ არის მაგას. გოდა იგიტყვის რა ნიჩიო, ჩემი ძმა კი არ არისო, მამა ჩემმა დედამის სოპა. ბიჭო, იცი რა არის? იდეაში სწორად მიმაჩნია, უბრალოდ პროფესიონალი ვარ უფრო რა, რასაც თოფურიები აკეთებენ. რომ ჯერ ერთის ანუ თქვათ ნახევარ წელს ან რაღაც სამ თვეს უწევენ ერთს.
მე მეორეს. მე რა მგონია მან უშუალოდ ალექსანდრესთან და ილიასთან გადამწყვეტი იცი უდიდეს როლს ერთმანეთის მომზადებაში უდიდეს წვლილში აქვთ თვითონ რა ერთი მეორის მომზადებაში ხა ორივე ერთად რო იმზადებოდეს ერთი ბრძოლისთვის ან ერთი თვე რო იყოს ორი თვე რო იყოს ხო იმდენად შედეგიანი ვეღარ იქნება რა ეს ვარჯიშები და ასე შემდეგ იმიტომ თავისუფალი პარტნიორები მაინც ერთმანეთის მწვრთნელები არიან ჩათვალე რა და მაგიტო ეხა ერთდროულად რო კემპი კონდეთ ანუ ფიზიკურად იმ ყურადღების დათმობა არ გამოვა რა რომელიც ორივე მებრძოლს ჭირდება და ამიტომ ეს უფრო სწორად მემეჩნია თუმცა ანუ არიან მებრძოლებიც ეხა ბონფიმებსაც ნუ უფრო გაბრიელი არის წარმატებული ვიდრე ისმაილს UFC-ში რომ მოვიდა ორი მოგება ქონდა და მე სტრიკი აღარცა უწყია რა ერთი მოგება წაგება იქნება და ბოლოს სადიხოვთან წაგებული ტექნიკური ნოკაუტით დოქტორ სტოფიჯი რო იყო ხო კი ბაქოს კარდს არა ბაქო არ იყო ბაქომდე იყო თებერვალში იყო და სადიხოვმა მე იმასთან იჩხუბა ბაქოში აღარ ზუსტად ხო სადიხოვმა სხვასთან იჩხუბა მე ბაქოში რას ფიქრობ ამ ბრძოლაზე მაგალითად ამ ბრძოლაზე იმას ვფიქრობ რომ პადლაც ძალიან კარგი მებრძოლი არის ძალიან და გონია რომ დიდი შანსია უფრო სწორედ რომ ბოლომდე მივიდეს ეს ბრძოლა სამივე რაუნდი decisions ვფიქრობ დიდი შანსია პადლას იდეაში იმიტომ ახვედრებენ რომ ან უფრო ბონფიმა უნდა მოიგოს ეს ბრძოლა რა ეგეთი ჩხუბი არის რა უფრო ბონფიმისთვის არის ჩემი აზრით ჩხუბი მაგრამ პადლაც არ არის სხვათაშორის ცუდი მებრძოლი თან სტრიქზე არის ამ მოგებიანზე და დიდი ანდერდოგია სხვათაშორის ხო და მე პადილასგან ველოდები რაღაც სურპრიზებს სხვათაშორის იმიტომ რომ არ ყავს ცუდი სახელები დამარცხებული როგორც აი ლონტოპი და ჩვენთვის ნაცნობი ჯაი ჰერბერტი და ამიტომ შეუძლია მოკლედ რომ ისმაილ ბონფიმსაც გაუმკლავდეს რა მით უმეტეს წაგება ხა უცხო არ არის ბონფიმისთვის და რა ვნახოთ საინტერესო ბრძოლა იქნება ფაქტია აუცილებლად სუბუქწონაში კი ბატონო კრისტიან ლეროი დანკანი აი ეს ბრძოლა ჩხუბობს კიდევ ორი ნოკაუტერი ხდება ერთმანეთს აი იქნება ბენკერი ჩხუბი რა აი ესეც ნოკაუტია სულ ესე რომ უნდა იჩიტე და უკურო ყოველ წამს რომ შეიძლება მოიწყვიტოს ვიღაცა. ხო ეს კარგი კარდი იქნება ძალიან წესით ძალიან კარგი კარდი უნდა იყოს. მე ვფიქრობ, აქაც ნოკაუტი მგონია. სხვათა შორის მე დანკანს ვქომაგობ. ნუ ეხლა ეს ფანი არ ვარ, მაგრამ მომწონს ძალიან რა ლეროი დანკანი და მინდა რომ მოიგოს. იმიტომ რომ ბოლო ბრძოლა ძალიან მაგრად მოიგო. აი ძალიან მაგრად მოიგო რა. და ტულიო თან არ არის. ანუ ახალმოსული მებრძოლი არის რეალურად. კი. UFC-ში ჯერ ბევრი აქ დასამტკიცებელი 14 ერთზეა ბრაზილიელი. და ჩატარებული აქვს ორი ჩხუბი, ორი გამარჯვება აქვს, მოპოვებული ორივე ნოკაუტით. ნუ ფაქტი ის არის, რომ ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება რა. ყველა ვარიანტი ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება, სტრაიკინგში წავა. ომი და ნოკაუტს ვიხილავთ მანდ და წავუწი. კი, მაგაც ნოკაუტი მგონია. რას ბევრი ნოკაუტი იქნება. კი და მაგიტომ მგონია, რომ არ არის გამოსატოვებელი კარტი რა. ეხლა წინა კარტიც არ იყო სხვადასხვა ცუდი მაგაზეც ვისაუბრებ და მე რავი ორი ბრძოლა მაქვს კიდე რაზეც მინდა ესე რომ შევეხოთ პრელიმინარიზე და მე რავი მე მგონი ისეთი საინტერესო აღარ არის არა. ხო, ერთ ბრძოლას ვიტყვი ჯექსონ მაკქვი, რობერტ ვალენტინი უნდა ყოფილიყო ამ კარტზე და რობერტ ვალენტინი ჩაეხსნა ტრაუმის გამო და ეს არის საშუალო წონა და ნუ ველოდებოდით ლევან ჩოხელის დებიუტს რა, ნუ ყოველ შემთხვევაში კი ველოდებოდით ეს არ ყოფილა არაფერი, უბრალოდ კარგი ვარიანტი იყო ჩემი აზრით, რომ ლევანი ჩამხტარიყო short notice-ზე მით უმეტეს ვიცით, რომ არის რიგში რა და ჯერჯერობით არაფერი სიახლე არ არის, თუმცა კაი ვარიანტი იქნებოდა მაქვისთან რომ ეჭხუბა რა. ამის აღარც იქნება. აღარც იქნება წესით, იმიტომ რომ აქამდე იქნებოდა, კი. აქამდე იქნებოდა. შეიძლება მაქვისთან მერე ჩაინიშნოს ჭხუბი, მაგრამ ეგეც ძალიან ისეთი რა, მცირე შანსი არის. ხო, მინდა საუბარი რიკი სიმონი, ჰაუნი ბარსელოს. აი პრელიმინარი კარტზე რა უნდა იყოს ეგეთი ბრძოლა არის ეგ. კი, კაი ბრძოლა არის. რიკი სიმონი დაბრუნდა UFC-ში, დაბრუნდა თან ბრუტალური ნოკაუტით ბაშარატთან ძალიან მაგრად მოწყვეტა. ძალიან მძიმედ გაწ. სტრაიკერი ბაშარატი მოჭიდა საიმონმა მოწყვეტა რასაც ქვია და აქეთ არის რაუნი ბარსელოსი, რომელმაც ტალბოტს პირველი მარცხი აგემა. მოდი ესე ვთქვათ. პირველი მარცხი აგემა.
და რამდენიმე კარგი ბრძოლა ჰქონდა. ნუ ამ შემთხვევაში მგონია რომ რიკი საიმონი მინიმუმ გადაწყვეტილებით მარტივად წამოიღებს მებრძოლას. მანდაც არ ვიცი ფავორიტად და ანდერდოგად როგორ არიან შეფასება. არც მე არ ვიცი, მე ბარსელოსი არის ანდერდოგი ხა გამახსენდა. იქნება ეგრეც უნდა იყოს წესით, მაგრამ ბარსელოსი ბევრჯერ ყოფილა ანდერდოგი და კი, მაგრამ რიკი საიმონი ჩემი აზრით სხვა მებრძოლების კატეგორიაში გადის რა. ნახოთ. ძალიან მაგარი მებრძოლია რიკი საიმონი, რაც დაბრუნდა იმის მერე მით უმეტეს. მე ძალიან გამისწორდა ჰაუნი ბარსელოსის ყურება რა კოდი გარბრანდთანაც ძალიან მომეწონა თითქოს აი მიხვდა რომ უნდა იჭიდაოს რა თან თემა ისაა რომ ბრაზილიელი რო არის ზოგადად არიან ხოლმე რომ მარტო ჯიუ-ჯიტსუს ოსტატები არიან ასე ვთქვათ და ის არა აქვთ რომ აი ჭიდაობა იცოდნენ რა ის მენაჭიდაობა რაც არის რა და ბარსელოსი არის ძალიან კარგი მოჭიდავე რეალურად მოჭიდავე ჯიუ-ჯიტსერი რავი ყველაფერი კარგად გამოსდის და აქამდე არ იყენებდა რა მაგას რა არც უმართან არ გამოუყენებია მაგიტო დანოკაუტდა იქ და ზოგადად თავის კარიერაში არ იყენებდა რა და ჩემს ბენთენვეითის გარეთ ტოპ 15-ს გარეთ ერთ-ერთი ისეთი მებრძოლი არის აი კარგი გამტესტავი ტიპი რო არის რა და ეხ მგონია რომ აი ამ უნარებიდან გამომდინარე რაღაც შანსები აქვს უკვე რა თუ ამას მიხვდა რომ უნდა იჭიდაოს მე მაგალითად ფიქრობ რომ თავში აღმასვლა დაიწყო თავიდან რიკი საიმონმა რა კი ეგეც არის რა თქმა უნდა კი ხო და კიდევ ერთი ბრძოლა არის ჰაიდერ ამილი ეჩხუბება ჯამალ ემერს ვოდიში რომ შენ ბარსელოს ფიქრობ კი ბარსელოს მინდა მაინც რა ყველა ვარიანტში ბარსელოს უქომა კი გაისფლითა ანუ შვენიერი ხო ნუ გადაწყვეტილება მგონია რატომღაც კიდე რა და მაგიტო მგონია მაგიტო ანუ ნახე ბარსელოს მოგება უფრო მაინც გადაწყვეტილებით მგონია და მაგიტო ვფიქრობ გადაწყვეტილებას თორე რიკი შეუძლია და ფინიშოს კიდევაც მე თვითონ მკითხავ რიკისთვისაც ეგ არის პირველი გამარჯვების მეთოდი რომ გადაწყვეტილებით მოიგოს. ჰაიდერ ამილი არის რომელიც ძალიან კარგ სვაზე იყო ფეზერვეიჩი და ბოლოს ხოსე დელგადომ ძიმედ დაანოკაუტა ივნისში ილიას კარწე იყო სხვათაშორის ეს ბრძოლა და მოკლედ ბევრი უწინასწარმეტყველებდა აი ზევით ასვლას რა და არ გამოუვიდა იყო დაუმარცხებელი ხოსტელგადომ ერთიანი ჩაუწერა და ეხუტება ემერს და რატომღაც მგონია რომ ჰაიდერ ამილი მარტივად მოიგებს ამ ბრძოლას რატომღაც იმიტომ რომ ეს ბიჭი ნოკაუტის გონი ანუ მაკქვეისთან ჩხუბობს ზაკრიზი ხა როგორც ამოწმებ ჩაანაცვლა აი ძალიან ცუდი ზაკრიზი ჩხუბებს მაკქვეისთან ანუ როგორც ჩანს UFC-დან UFC მოძებნა უკვე იმიდან UFC-ის როსტერიდან პირდაპირ ხო ძალიან ცუდი ხო ამილს რაც შეეხება ამილის მოგება მგონია მარტივად ალბათ რა პირველი რაუნდის ნოკაუტია ჩემი აზრით კაი განაცხადი არის ფეზერვეითია მაინც და მაგით მაინც პირველი რაუნდის ნოკაუტი ხო რავი ეხა ბევრი სალაპარაკო მეგონი მეტი ბრძოლებზე აღარ არის ქალების ბრძოლა კიდე და თან ისეთი ქალების რო აი არ არის ნომერიანების რა ხო ხდებიან დიდად გამორჩეულები რო იყვნენ და ამიტომ მოდი გადავიდეთ სალაპარაკო კი გარსია უნამაზე რაღაცები სალაპარაკო ნუ კონკრეტულად გარსია უნამაზე არა ამ ქარდზე არის მოდი გარსია უნამათი დავიწყოთ სტივ გარსიას ჰქონდა აბსოლუტური ბენეფისი დავით უნამასთან. აი, რავი, ხელი ვერ შეუბრუნა უნამო რა. აი, მისაღებზე იდგა და იტყაფუნებდა, რასაც ქვია, ძალიან ძლიერი რა, ძალიან ეგრევე შეადგა. ეგრევე და სტივ გარსიაც ერთ-ერთი ისეთი მებრძოლია, რომელსაც საოცრად უნდა დავაკვირდეთ მომავალში. უნამა კიდე სანამ სტრაიკინგს არ დახვეწავს, ნახეთ უნამა სტრაიკინგი გიგასთან და გიგამ სახე გააძრო პირველ რაუნდში დომინაციით მოუგო ჩემი აზრით სანამ წააქცევდა ჩემს გიგამ ძალით წააგო ეგ ბრძოლა რა პირდაპირ მნიშვნელობით ძალით თუ არა აი ძალით რა ხო ხდები აი რასაც ფიზიკურ ძალაზე იძახი თქვა თუ თვითონ წააგო იმაზე ვიძახი რომ ტეიქდაუნის დაცვა ძალიან ცუდი აი ეს არის ძალით წაგება ჩემთვის რა რომ წამოდგომა კიდე უფრო რთულია მე რა და წაქცევაზე მუშაობა კიდე შეიძლებოდა ხო მაგრამ აი დახვეწა შეიძლება მაგაზე ხო ვისაუბრეთ რომ არ უმართლებს გიგას ზოგადად ეგეთ შემთხვევაში ისეთ მომენტებში უკეთებენ ტეიქდაუნს რომ ანუ
შემთხვევით გაკეთებული ტეიქდაუნები. კი, მაგრამ ეგ ანუ მთლად ხო ხდები ახლა მაინც ეგეც არის გამართლების ფაქტორი რა თქმა უნდა, თუმცა რაღაც მინუსები რა თქმა უნდა არის რა მაგ მხრივაც რა რთულია რა ფეხზე ვერ ტოვებს ბრძოლას ხშირ შემთხვევაში რა და შედარებით მარტივად გადაყავთ ხოლმე მიწაზე. ფაქტი არის ერთი, რომ უნამამ აუცილებლად უნდა დახვეწოს სტრაიკინგი. სტრაიკინგიც უნდა დახვეწოს და ხო რა სტივი გარსიასნაირ აი აგრესიულ მებრძოლთან ყოველთვის გაუჭირდება უნამას წესით ყველა ესეთ რაღაცას გაუკეთებს რაც გარსიამ გაუკეთა რა. ძალიან მაგრად ურყევს. ყველაფერი საერთოდ მე კარდი ძალიან მომეწონა. მე მომეწონა ვალდო კორტესაკოს და ანტედელიას ჩხუბი ძალიან უცნაურ თან აი არასდროს რო არ მინახია ეგეთი რაღაცა რა. ეხლა ადრე იყო მოკლედ ეგ ბრძოლა იმეში ფლაივეითებში იყო თუ ბენთემეითებში აი არასდროს რო არ მინახავს აი რაღაც მსგავსი იყო ეს და გეტყვი რაც ის შემთხვევა იყო როგორი რაღაც ციკლინჩი იყვნენ რა ტიპები ორი კაი პროსპექტები ხდებოდნენ ერთმანეთს აღარ მოსუპროთ რა გვარები და ერთმა უკბინა მეორეს რა ხო იცი ხო ერთმა უკბინა მეორეს და მეთქი აი ესეთი რაღაც ცხოვრებაში არ მინახავს იმენა რა და აი ზუსტად მსგავსი რაღაც მოხდა აქ რომ ჯერ ერთმა მებრძოლმა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო და მერე მეორემ დაანოკაუტა ანუ რეალურად ვალდო კორტეს აკოსტას გამძლეობა კიდევ ერთხელ დავინახეთ მაგ ბრძოლაში სანამ ეგ მომენტი იქნებოდა აი ესე იდგა რა გალიასთან იდგა და დელია უტყამდა მაგრამ ვერაფერი როგორც პავლოვიჩი მერეც არ გათიშუა არა მომენტი იყო რომ უბრალოდ ეს სახეზე ხელები მიიფარა იმიტომ თვალში მოხდა თან ისეთ კიოდა რომ ყვიროდა ტიპი რა რომ მოიგო ტექნიკური ნოკაუტითაც მერე რომ მოიგო რა რომ გაგრძელდა ბრძოლა და გაიმარჯვა მაშინაც ყვიროდა რა იმიტომ ტკიოდა მაგრამ თან როგორი ისეთი არის დამთხოვა კი არა რაღაც ის არის რომ ანტედელი არის ასპინალის ძმაკაც და მაგას პლუს კიდე აი ეს თემა რომ მოხდა საჯირო ელაპარაკებოდა რა ვალდოს რო აი გავაჩეროთ ბრძოლა და რაღაცები მე მომშიშა რა არო რა მაგას რო გაუსვა ხაზი და მე წკაფ გამოვიდა და 10 წამში დაანოკაუტა ისე მაგ ტენდენციას თუ დავაკვირდებით გახსოვს პარკი რო ჩხუბობდა იმას ნაურდიევთან მანდაც პარკს არალეგალური მოხდა თან ძალიან წარედ მოხდა და გაიმარჯვა ლაივში ხო უყურებდი ბაქოში იყო ეგ ჩხუბი და ანუ ტიპს რო უყურებდი ეგ მუხლი როგორც კი მოხდა რა აი ძალიან ცუდად იყო აი ძალიან ცუდად იყო აი საშინლად იყო იჯდა რა თან რა იმენა არც დგებოდა და მეთქი всё მორჩენილი არის თქო და რაღაც და წამოდგა და გააგრძელა და მე ანუ ესეთი რაღაცები რო ხდება თან ესეთი თვალშიტითი რომ მოხდა ტიპს რა და რაღაცა ასპინალზე ცუდად მიუთითებს ვიღაცებისთვის რა ხო მაგრამ მაინც ხა მაგრამ ხო კორტეს აკოსტას არ ქონდა იმდენი დასათმობი რეალურად რამდენიც ასპინალს ქონდა არაფერი არ ქონდა რეალურად დასათმობი მე მგონია რომ ეგ ფაქტი რო არ დაფიქსირებულიყო კორტეს აკოსტა ესე ფინიშზე არ წავიდოდა რა ხო არა მოწყვიტა რასაც ქვია და პირველი ბრძოლა იყო ალბათ სადაც კორტეს აკოსტას ვქომაგოვდი მარტო იმიტომ ვქომაგოვდი რომ ვერ მივხვდი რა ლოგიკით შეიძლება და ანდერდოგი ყოფილიყო ეს ადამიანი დელიასთან რა. გადავიდეთ მოდი ისაკ დულგარიანი დელვალეს ჩხუბზე, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ბრძოლის და ზოგადად ქარდის დასრულების მერე, იმიტომ რომ ისაკ დულგარიანი მოკვეთეს UFC-დან რაღაც იხიმანდრა მოკლედ. აი ამ საქციელის გამო და ეს პერფორმანსის ბონუსზე ჩალიჩი და მარტივად და აქ მოდი ჯერ ფაქტს ვიტყვი რაც მოხდა რა ну დენა ვაიტმაც ისაუბრა მე რომ FBI ჩავრთვეთო და რაღაც თემები გამოძიება მიდის იმაზე რომ გაიყიდა მოკლედ ეს ბრძოლა რა და ზოგადად დენასთან აი UFC-ში ესეთ რაღაცები თუ ხდება ეს არის პირველ რიგში თვითონ ორგანიზაციის ბრალი ჩემი აზრით ну რა თქმა უნდა ძალიან ცუდი არის რაც გააკეთა ბულგარიანმა თუ ეს სიმართლე არის რა თქმა უნდა და გაყიდა ბრძოლა და ზოგადად ვინც ყიდის თუმცა ეს მიუთითებს იმაზე რომ ძალიან დაბალი შემოსავალი აქვს მებრძოლებს იცი რა არის ზოგადად ხო ძალიან ბევრი დაიწერა მაგ ამბავს პირველ რიგში ფაქტი თვითონ კარგი რაც არის ის რომ მე მგონი ახლა არ დაუწყია და ყოველთვის ყველა ქარზე იმის მონიტორინგი მაგისი რა იმეს საერთო ბეთები თუ არის ამასთანავე არის ის რომ დენა მილაპარაკა როგორც ვიცი რომ ანუ ყველაფერს აკეთებენ იმის რომ ზგავსი რაღაცები აღკვეთონ რა ან დაწალებები ეს ის ვიღაც ხო არ გემუქრებათ რაღაც ეს ხო არ ხდება რეალურად ერთადერთი სპორტი არის ალბათ დღესდღეობით
ვიზეც მართლა შეგიძლია დაუმტკიცო ადამიანს, რომ იცი რა ეს არ არის დათქმული და არ არის გაყიდული და რაღაცა ესე WWE ხო არ არის რომ თუნდაც ფეხბურთი რო არის იქ წინასწარ სცენარი გაწერილი სცენარია ბიზი და რაღაცა პენალი აიკიდა და იყო ბიზი და ეს რაღაცები რა UFC და MMA ზოგადად ისეთ სპორტია, რომ ესე ტიპა რომ გაყიდოს თავს არაცემინებს რა, ეხლა რანაირად უნდა აცემინო თავი. და ეგ გააკეთა, შენ რასაც ლაპარაკობდი, ზუსტად რომ თავი არაცემინა, ისე წავალო პირველივე რაუნდში. თან იცი რა არის, ანუ უცნაური კიდე ის იყო, რომ მაგ ბრძოლას თავიდან უყურე მე მაგის მერე რა. და ვუყურებ ტიპს და რეალურად ნუ დელვალი არის ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამარი და აქეთ ბულგარიანი ამ ჯიუ-ჯიტსუსთან ერთად არის ძალიან კარგი მოჭიდავ და რეალურად ბულგარიანს თუ ეს ბრძოლა უნდა მოეგო თან ფავორიტი იყო რა მაგის გამო იყო ფავორიტი რომ რეალურად კარგი მოჭიდავე არის რა და რეალურად უნდა მოეგო ჭიდაობით ეს ბრძოლა და რომ წავიდა ეს ჩხუბი ჯერ ძალიან უსახურად შევიდა ფეხში და რო შევიდა არც ეცადა წაქცია ანუ აქეთ წააქცია იმან ძალიან მარტივად ააღებინა ზურგი და იქ ეხა ეგრევე ხوار და თაფოს ტიპი ანუ ეგრევე ხوار შეაკრევინებს ხო ანუ რაღაც ცოტა დრო გაწელა რომ აი თომ იბრძოდა და რაღაცეები რა და რეალურად ეტყობა ტიპს რომ არ ჩაუდია ძალა იმაში რომ გადარჩენი მიყო რა ხო და წააგო რა და ნუ ეხ საბოლოო ჯამში თუ ეს პრობლემა არის და ამას იბრძვი ცოტა სხვანაირადაც უნდა იბრძოლონ მაშინ ჩემი აზრით და რომ მიდის საუბარი იმაზე რომ ცოტა შემოსავალი აქვს მებრძოლებს ნამდვილად ეგრე არის მე რაბდვალიშვილი რომ მივიდა იქ რამოდენიმეჯერ აქ ეგ ისტორია მოყოლილი რომ პირველი ჩხუბი რომ მოვიგეო და ჩამერიცხავის ბონუსი და რაღაცები და მწვრთნელებს და იმებს რომ გადაუხადეო აი მეგონაო რომ всё რა და წამოვედიო სამსახურიდან და ცოტა ხანში ფული აღარ მქონდაო ბრძოლა მე არ მქონდაო და აუცილებლად მშენებლობაზე მივბრუნდიო UFC-ში ვიყავიო მაგ დროსო და ეს ძალიან ცუდი არის რა ეხლა თუ ვერ ვყიდი მე ჩხუბს ხო რეალურად თუ ვერ ვყიდი რა ანუ საწყისი ეტაპი მაქვს ხო კარიერის UFC-ში რატომ უნდა ვიყო ისე რომ გადარჩენისთვის ვიბრძოდე რა ეხლა მოიცადა ცოტა ხანი ახალ წლამდე რა ხო ეგეც არის ხო იმიტომ რომ ახალი კონტრაქტი რაც არის Paramount-თან რეალურად ეს ბრძოლის გაყიდვას რეალურად pay-per-view სისტემა აღარ ჭირდება რა მებრძოლს და ეს უბრალოდ დამატებითი ბონუსი იქნება ჩემი აზრით და ალბათ ეგ ამბები უფრო ისე იქნებოდა რა მაგრამ შეიძლება ძალიან დიდ ფულზეც იყოს საუბარი რომ წააგო რა პირველი რაუნდის ფინიში ჰქონდა ძალიან დიდი კოეფიციენტი ესე რომ ვთქვათ კიდე რა არის საინტერესო იცი მე მგონია რომ ბევრი ამბავი ამოტივდება კიდე ძალიან თუ დამტკიცდა რომ ეს ბრძოლა გაყიდული იყო და ყველაზე mind blowing იქნება ჯეის ეგ კონკრეტულ ბრძოლებს იტყვიან შენი აზრით არ მგონია რომ გავიგოთ მაგრამ ხომ მოკვეთავენ ბრძოლებს უეჭველი წესით კი წარმოიდგინე რომ გაბაზარდეს რომ კონორი ხავების ბრძოლა იყო გაყიდული ბიჭო აი და კონორმა მაკიდან ისევა ამდენი პული და არა იცი რა არის გაეთეთრებინა ეს ხო და რეალურად როგორი აზრია რომ პროსტა მეუზერთან იმიტომ იჭხობა რომ ხალხს ეჭვი არ გაჩენო და ამდენი ფული საიდან ააქო რა მაგრეგორს გამაზული კონო და ხაბიბთან მესამე რაუნდის საბმიშენზე მეოთხე ხო რავი ეგ კონორი კაი იქით იყოს მაგრამ რეალურად რავი მე მაინც საჩემპიონო ბრძოლებში არ წარმომიდგენია ეგ შენი აზრით ანუ პერეირას აბრალებენ სხვათა შორის ან კალაევთან პირველი ბრძოლის გაყიდვას რომ სულ უკან მიდიოდაო და არ ჩხუბობდაო შენი აზრით შეიძლება რომ ამ ფაქტების ამოტივტივებამ ნათელი მოხფინოს იმას რატო უშვებენ საჯები ამდენ შეცდომა აუცილებლად და თან მაგ მსაჯები რადგან სახსენე ჯეისონ ჰერცოგზე არის ძალიან დიდი ყურადღება ეხლა ჯერგერტივალი ჰერბდინი უნდა ბიჭო ჰერბი რაღაცნაირი ტიპი მგონია ისეთი როჟა მგონია რა აი დებილი ხო რა ანუ იმ პონჩი არ ვიძახი აი გაყიდი და თქო რა მართლა უშვებს გულწრფელად უშვებს ეგ შეცდომებს რა ჰერბი რაღაცა ეგეთი ტიპი ბრძოლა იყო ვისი ბრძოლა იყო არ მახსოვს ზუსტად ანუ როგორ ახლანდელი არის არა ახლანდელი არ არის ცოტა ძველია როგორ ნოკდაუნში გაუშვა ერთმა მეორე იცი აი მაგან ნოკდაუნში გაუშვა და ურტყა და გონია რომ დაამთავროს მივიდა ჰერბი რა რაღაცა რა აი რაღაცნაირად იქ შევიდა რა იმ სეთ სიტუაცია იყო რომ უკვე აჩერებს იფიქრა რომ გააჩერა რა და არ გააჩერა ჰერბა დაიკიდა და ააყენა ესენია და ამან ერთი მოარტყა
მარჯვენა ჰუკით და არ გათიშულა ის აფეხზე გააჩენა ეგ. გალი სენჩი ერთი ჰუკი მოარტყა მარჯვენა ჰუკი აი რომ ურჩევით განახევი ხა და მე ამოვანათე თუ გინდა. კი ბატონო. და გააჩერა ეგრევე რა. რამდენი მომენტი იყო ეგეთი? კიდე ეგეთი უცნაური მომენტი იყო, რომელ იმაზე იყო არ მახსოვს, მოიცა, გეტყვი ხა გურამს გუთათელაძეს გავს ძალიან ერთი მებრძოლი. გეცოდინება. აი ამ ქარზე იყო კი ბატონო, გეტყვი კაილ ნელსონი მეტ ფრევოლა. ეს ბრძოლა გახსოვს პირველ რაუნდში რომ დააფინიშა. კაილ ნელსონმა დააფინიშა რეალურად პირველ რაუნდში, ყველას ეგონა რომ მორჩა ეგ ჩხუბი და ძალიან უცნაურად იქ მე მგონი მირგლიოტა იყო ან ჰერცოგი იყო არ მახსოვს. გააგრძელეს. არა, ახალი სახე იყო. ახალი იყო? არ მახსოვს მოკლედ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა რეალურად. მე მირგლიოტა მახსოვს პროსტა. ეს ბრძოლა რეალურად ტექნიკური ნოკაუტით მოიგო პირველ რაუნდში კაილ ნელსონმა. და უცბად დააბრალეს მერე, იქ წამები და რაღაცები გადაუთვალეს ჩაულებდა და საერთოდ მირგლიოტა არის, ხო? ხო, მეორე რაუნდიდან გააგრძელებინეს ბრძოლა. არა და ფრევოლაც ფიქრობდა რომ წაგებული ქონა, არავის პრობლემა არ ქონდა, მაგრამ გააგრძელებინეს. ამაზე მე აგორდა თემები, რომ პირველ რაუნდში არ უნდა მორჩენილიყო ეს ჩხუბიო და სპეციალურად დააწყებინა მეორე რაუნდი. ანუ ძალიან ისეთი უცნაური რაღაცები ხდება მოკლედ რა და მსაჯები ძალიან უცნაური. ისეთ შეცდომას უშევ, რომ შეიძლება მართლა გულწრფელად დაუშვას ტიპმა შეცდომა, მაგრამ ესეთი ჭორები აგორდეს. ეხლა სუეჭვის თვალით შეხედავ. შესახედიც არის რა, იმიტომ რომ მარტო ამათ არა, მებრძოლებსაც რა, ძალიან უცნაურად რო აგებს ტიპი, აქამდე იმით ვამართლებდი, რომ შეიძლება კემპში რაღაც წონისკლებისას რაღაცა დაემართა, ცუდად იყო, რაღაცა ისეს, ხო რა, 1000 რაღაც და ეხა უკვე ძალიან ესე ნაცვლად რო უცნაურად აგებს ტიპი, ძალიან ისე ცუდი არის რა მოკლედ რა და არ ვიცი რა იქნება რა ბულგარიანს მე მგონი დაიჭერენ საერთოდ. იმიტომ რომ ძალიან მართლა გეუბნები რომ ძალიან ეხა რო ვაკვირდები X-ზე Twitter-ზე ხოლმე აი ამ ამბებს როგორ მიდის და რაღაცა ძალიან რთულად არის ყველა ჩართული არის და იდეაში ამ ბიჭზე მე მგონი გადაწყდება ჯოხი. ეგრეც უნდა იყოს ეხა სხვა სპორტში თუ ბიჭო ხო მაგალითი უნდა კარიერების კარიერის რაღაც პერიოდი ხო ანუ დამტკიცებულია უბრალოდ საქმე რო აღიძრება მაგ პერიოდში რო უწდება ძალიან დიდი დრო UFC-შიც აუცილებლად ეგრე იქნება რა თან ხა არ მგონია დენამ თავი დააგოიმებინოს აუცილებლად თან დენას რო დააგოიმებ აი ძალიან უცნაური არის რომ დენას თავი დააგოიმებინო ისეთი მასტია რომ მოდიოდიო ძალიან უცნაური უბრალოდ სპორტია თვითონ ისეთი რომ შედარებით მარტივი არის რომ როგორ თქვა რა შეფუთო წაგება რა აი მე რო გამოვიდე მე კიდე მგონია რომ ყველაზე მარტივი მისახვედრი ალბათ აი ამ სპორტში იქნება იცი რა არის ახლა ბულგარიანთან ჩულს რო უყურე ბულგარიანში ჩულს რო უყურე ხო მაგრამ იმ ნახე რა თემა არის მე უკვე ფაქტი რომ გავიგე მე რო დავაკვირდი მე იმენა მივხვდი რა მაგრამ თვითონ ბრძოლას რო უყურე ისე გქონდა ეგ განცდა რომ აი უბრალოდ მე ის განცდა მქონდა რომ დეუვალე რა მაგარი ყოფილა თქო რა იმიტომ რომ არც დამიშვია გონებაში ეგ იმიტომ რომ რეალურად ძალიან ცუდი არის ეგ ფაქტი რაც ეხა ეს თუ სიმართლე არის და წესით სიმართლე არის ეგ ფაქტი რომ ხდება ზოგადად ესეთ ახალგაზრდა სპორტში როგორც არის MMA რამოდენიმე 20 წლეულს ითვლის და რაღაცა ის არა მოკლედ რა კონკრეტული რიცხვები ხო არ გინახავს რაოდენობის ბეთები იყო ანუ რა თანხით ანუ როგორი თემა იყო იცი ეგ ჩხუბი რაც წავიკითხე ესეთი ამბავი იყო რომ რეალურად მივიდა UFC-მდე ჩხუბი სანამ შედგებოდა რამოდენიმე საათით ადრე რომ ეს ჩხუბი არ უნდა შემდგარიყო იმიტომ რომ უცნაური suspicious activity იყო ბეთებთან დაკავშირებით და მაგიტო უნდა ჩაკეტილიყო მოკლედ ეს ბეთები და ეს ბრძოლა აღარ უნდა შემდგარიყო და UFC მაინც აბრძოლა რა და მაგიტო იდეაში ორგანიზაციასაც მოეკითხება მაგ დროს რა ეგეთი რაღაცა რო არის და მე ჰერცოგს იმიტომ გადაწუდნენ რომ 100-მდე ბრძოლა ყოფილა ეგეთი უცნაური ხო უცნაური რომელიც არ უნდა შემდგარიყო კი რომელიც არ უნდა შემდგარიყო რეალურად და მაინც შედგა ეგ ბრძოლები რა მე რა მაინტერესებს იცი რა წვრილი შეიძლება შეიტანოს ჰერცოგმა ისეთი ანუ საჯირო და შეცდომა იმას რომ გამიხო, მაგრამ საჯის მხრიდან ხო პირდაპირ ჩანს შეცდომა რა. არ ვიცი, მართლა გეუბნები, ჰერცოგი რა შუაში არის მაგ ამბავთან, მართლა არ ვიცი რა, იმიტომ რომ შენ ხარ ვასაბმითებინებ ტიპს რა. ხო, ანუ ტიპს ვასაბმითებინებ ხ თავს, თუნდაც ჰერცოგი ხო იყო აქ ბულგარიის ჩხუბშიც ჰერცოგმა იმსაჯა რა, რომ მაგ იმას რა ქვია, რომ გასაბმითებს, რავი, ერთ-ერთი საჯი აჩერებს რა ბრძოლას, მაგრამ მან რავი ჰერცოგზე ვერ სიტყვი
უნდა დათაფო ან დაიძინო. ხო, ზუსტად ეგაა. დათაფავ გააჩერებს, დაიძინებ გააჩერებს. სხვა შემთხვევაში არ გაგიჩერებს ზოლას. შეიძლება ჰერცოგზე, ანუ შეიძლება სხვა რაღაც ყოფილა, რომ ზოგადად ჰერცოგის ბრძოლებში ყოფილა თემა, რომ მაგათად დარტყმებზე მალე გაუჩერებიან. ძალიან საინტერესოა ისე ჰერცოგს ამსაჯებენ თუ არა. ძალიან საინტერესო. წესით ჰერცოგს არაფერი არ ემუქრება. აი ხო, არ ამგონია, არ ემუქრება. ჩაულებრივად იქნება წესი. საინტერესო არის რა. იცი რა არის ყველაზე ნაკლებად ალბათ ხარი დაჭერას. ყველაზე ნაკლებად ალბათ ჰერცოგს თუ შეტენიან რაღაცას, იმიტომ რომ რავი რა ექნა კაც, ხო? რეალურად თუ რაღაცაში გარეული არის, ასაბმითებდა და გააჩერა იქ ბრძოლა მაინც რა მნიშვნელობა აქვს. თავარი არის მოკლედ მებრძოლებზე რა და ზოგადად ესეთი მებრძოლები აი როგორების ბულგარიანი არიან, ტოპ 15-ს გარეთ რო არიან რა. მაგათგან ძალიან დიდი საშიშროება არის ყოველთვის ამისი, რომ გაყიდიან ბრძოლებს და მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ბრძოლა ყოფილა ეგეთი რა, რომელიც ესე უნდა დასრულებულიყო წესით და ისე დასრულდა. და ძალიან მარტივად თან და მე ან კარიერაზე არ ფიქრობენ ფული. ხო რა, ეგ არის რომ ანუ ხო და იცი რა არის, განა ვამართლებ მაგ ამბავს და რაღაც, ანუ საერთოდ არ გას მე უბრალოდ მიზეზზე ვსაუბრობ, რომ ძალიან ცუდი არის აი ესე დაბალი შემოსავლის გამო რომ ტიპებს უწევთ ამხელა ტოპ პირველ ორგანიზაციაში აი ესეთ რაღაცების გაკეთება. ძალიან ცუდი არის, აი ძალიან. PFL-ში კიდე წარმოვიდგენ მაგას რა. თუნდაც აი არც PFL-ში არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ PFL-ში თუნდაც წარმოვიდგენ რომ შეიძლება ტიპს არ კონდეს გასაქანი ხო ხდები და ჭირდებოდეს. UFC-ში კარიერის მოუდი ხო? თამაშია პირველჯერ. ხო. ანუ მანდ წوار იმალება არაფერი. ყოჭანს დავიდან ანაწყაურე. კი, ზუსტად. ხო და რავი, საბოლოო ჯამში ესეთი რაღაცები ძალიან აზიანებს სპორტს. რა ხ ფეხბურთს ვერ დააკლებს ფიზიკურად, იმხელა ისტორია აქვს და იმხელა არის რა ფეხბურთი ზოგადად, რომ ამ შემთხვევაში ფეხბურთზე ვიძახი, რომ ანუ ესეთი რაღაცა რომ მოხდეს და ხდება ზოგადად, ეხლა მე რაღაც ისეთ ჩემპიონატებში რა ხო ხდები რაღაცა მე 1000 ხარისხოვან ჩემპიონატებში და მსგავსი რაღაცები ანუ არ ლახავს ფეხბურთის სახეს და MMA იმდენად პატარა არის ჯერ მაინც ხო და იმდენად ცოტა პატარა ისტორიის მქონე სპორტი არის რომ ესეთი რაღაცები ძალიან აზიანებს ჩემი აზრით და რა იმედია საბოლოოდ ბოლო მოიღება და თუ არ მოიღება გავაგებინო რამეს აიძე დადეს საინტერესო როგორ გამithარდება რა იქ მოვლენები კი საინტერესო ნამდვილად არის და საინტერესო მე მგონი ჩავკარეთ ხო ეს თემა კი აი რამდენი ბეთი განთავს და აი როგორ მაინტერესს უსტირის მეც ძალიან მაინტერესებს იმიტომ რომ ეგ ფიზიკურად არ არის ხელმისაწვდომი და ხო ჯერ რამდენი ბეთი განთავს და მე რამ ხელა ბეთი განთავს და და მესამე კონკრეტულად რა ბეთი განთავს და მე მგონი მესამე ყველაზე ცხადი არის რომ პირველ რაუნდში ფინიში დელვალის აუცილებლად ეგ იყო ეგ ბეთი იყო ანუ მარტო სამიშენით მოგება არ ყოფილა რა ეგ იყო რომ პირველი რაუნდი ეგ ვიცი ეგ წავიკითხე რომ პირველი რაუნდის ფინიშზე იყო ბეთები დადებული დელვალის და წარმოიდგინე რამ ხელა არის ხო და აშკარად ხა შეიძლება უდაც $100 დადოს ჰაჰა $1000 დადოს მაგრამ suspicious ანუ ხო და suspicious იცი რა იქნება ხო რა უცნაურად არ მიიღებდნენ ალბათ მაგბეთ სადაც დრეიკი 9,000,000 სტეპს ხოლმე იცი მაგას როგორ მე მაგ ეგეთი ვარაუდი რა რომ ზოგადად ბეთინგი ეგრე მუშაობს რა რომ აი მაგალითად გამოვიდა პირველი კოეფიციენტები აი თუნდაც ავიღოთ მახაჩევი JDM და ვთქვათ მოდი ჩვენ იმაზე ვიტყვი აი ორი აქვს მაგალითად JDM-ს 1 და 80 ვთქვათ მახაჩევს სიტყვაზე და მე მიდის უკვე როგორი რაღაც იცი ანუ თულა მიდის რამდენი ბეთი აქ შევა ამ პოზიციაზე რამდენი იმაზე და იმის და მიხედვით აკლდება ემატება კოეფიციენტები რა კონკრეტულ პოზიციებს თუ მაგალითად მახაჩევზე შევიდა ძალიან დიდი რაოდენობის უბრალოდ JDM-ზე შევიდა ძალიან დიდი რაოდენობის ბეთები მე უკვე რეალ ფიზიკურად ანუ იცვლება რა ეგ კოეფიციენტი და უკვე ხდება ფავორიტი მაგის გამო რომ იმიტომ რომ ხალხი უკვე ამას ფიქრობს რა ის თავიდან რომ გამოდის კოეფიციენტები ის არის ბუკმეიკერების ნააზრევი ასე ვთქვათ და მაკედან გამომდინარე ანუ ამას რო აკვირდებიან ეხა ბეთინგ კომპანიები რეპორტები აქვს და ასე შემდეგ რა კომპანიებს და მაკედან გამომდინარე მაგას აკვირდებოდნენ სავარაუდოდ რომ აი ამის ფინიშზე რატო შემოდის ესე ხშირი ანუ ბევრი ბეთი რა პირველი ანალიტიკური ჯგუფი უშუალოდ ბეთებზე ცალკე იქნება იმიტომ რომ თვითონ ტრანსლაციის დროსაც ხშირად ხო ანათებენ ხოლმე რომ ლაივში იცვლება რაღაცა ხო კონკრეტული კოეფიციენტები კონკრეტული
პოზიციები, ანუ ძალიან ხშირად ხდება, რომ აი მაგალითად ის რომ ამ ჯგუფში 2.5-ზე მეტი რაუნდი იქნება და მინუს რაღაც 115 იყო რომ დაგებეთა, ამდენს მოიგებდი და რაღაც ან აქტიურად მიდის ტრანსლაციის პარალელურად ეს რეკლამა არის ხო რა არის ხო, დენამ კიდე ისიც თქვა, რომ ანუ ცალკე betting კომპანია ყოლია, რომელიც ანუ იდეაში ეგ არის DraftKings-ი ანათებს ხოლმე მაგიმებს და ცალკე რაღაც კომპანია ყოლია კიდე, რომელიც მაგის ანალიტიკას აკეთებს რა. სავარაუდოდ შიგნიდანაც ძალიან დიდი მონიტორინგი მიდის რა, ანუ გარედან თავიდან დაანებო რა. მაგიტო იგრე მარტივად დენას ვერ დააგვინებია. ხო, არა, შანსი არა. აი ხა დენას საერთოდ არ აწყობს, თავის ბიზნესი არის და ვიღაც ვულგარიანი რომ მოვიდეს, არ აქვს მნიშვნელობა და ნებისმიერი რა, ვიღაც no-name ტიპი რა. და აქ ბრძოლა გიყიდოს ხო ანუ ხოსაშინო თვითონ რასარგებელი რეპუტაციული რისკი არის ყველა ერთი ბრძოლა რა ხო და მაგიტომ მოკლედ ძალიან ცუდი სიტუაცია არის ამ ხრივ UFC-ში ამ წამს და რავი იმედია გასკდება კიდე თემები და ვინც საჭირო არის მოიკვეთება აუცილებლად UFC-თან ძალიან დიდი underdog-ი იყო ხო ბიჭო ძალიან დიდი ანუ როგორ იყო იცი 1.40-იანი ფავორიტი იყო ის რა ქვია ბულგარიანი და ორი და რაღაც წერია თაფოლოჯიზე. ორი და რაღაცა ქონდა მოკლედ იმას დელვალეს, მაგრამ პირველი რაუნდის საბმიშენი უკვე ძალიან დიდი ის არის რა კოეფიციენტი. 10 მაგებ მოგებას რა ჩათვალე მინიმუმ ალბათ. ხო და მოდი ეს თემა ვიტოვოთ წარო საბმიშენით. ხო, წარმოიდგინე. ამ თემაზე ალბათ რამდენიმე გადაცემა მიყოლებით მოგვიწევს საუბარი ყოველდღე აპდეიტები წამოვა რა. ძალიან მაინტერესებს მეც როგორ წავა ეს ამბავი და აი კიდე ხა ტემბა გორიმბო ჯერემაიაბელსი რო იყო ეს ბრძოლაც რაღაცნაირი იყო რა. გორიმბო ხო იგებდა მაგ ჯგუფს. ხო, საბოლოოდ წააგო. რეალურად კიდევ აი მსაჯებს შეიძლება იცი რა მოკითხონ? უცნაურად რომ აგებინებენ ხოლმე მებრძოლებს რა. აი ბოლოს გადაწყვეტილებებს ვიცი. აი მაგაზე ეგეც სხვათა შორის არა, ეგ აზრს მოკრებული ჩემს. არა, ყველაზე ლოგიკურია. აი მაგაზე ხო, ანუ ჰერცოგი არ ფშუაში არა, აი ის მასტები რო არიან რა. ძალიან საზიზღარი, ძალიან ცუდი. ორი აზრი არა არის, ყველაზე ლოგიკური ალბათ ეგ იქნება რა. კი. აი ეგ ეხა დაუფიქრდი სხვათა შორის მაგაზე და ეგენი შეიძლება იყოს რაღაცებში კარი სალდიამატო და ის ტიპები რო არიან ვინც სამნიროს ხედან მოკლედ არ არის გამორიცხული ხო გიგაზე ვისაუბროთ მოდი გიგაზე გადავიდეთ თორე ამას დილამდე შევყვებით ლაპარაკს რა გიგას ჩაენიშნა ბრძოლა არგენტინელ ის არ მიცეს სამწუხაროდ ხო სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი მაგრამ არც კევინ ვალეხოსი არ არის ჩემი აზრით დიდად ნაკლები დიდად არა მაგარი პროსპექტი არის კევინ ვალეხოსი უბრალოდ გაბარიტებში ექნება უპირატესობა მანდ გიგას დიდი უპირატესობა მაგრამ კევინ ვალეხოსი არის უმძიმესი დამტყმელი თან უნივერსალი კი უნივერსალთან და ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა რა რეალურად სტრაიკინგში ვინც უნდა დაუდგეს გიგას ჩემი აზრით ბევრს შანსი არ აქვს მინიმუმ ტოლს არ დაუდებს გიგა არც ერთ მებრძოლს რა და კევინ ვალეხოსი ხა დარწმუნებული ვარ რომ იჭიდაობს თუმცა აქ თემა ის არის რომ ზოგადად გამოცდილება ერთი და მეორე ის არის რომ კევინ ვალეხოს ძალიან დიდი ნახტომი აქვს გიგას სახით ანუ ორი ბრძოლა რაც UFC-ში მოვიდა პირველ ბრძოლა ჩოის მოუგო ტექნიკური ნოკაუტით და მერე გადაწყვეტილებით მოუგო სილვას და ამის შემდეგ ეგრევე ტოპ 15-ს მე-15-ზე არის გიგა ეგრევე ტოპ 15-ს რო ახვედრებ ცოტა თან გიგას მოგება ჭირდება. გიგას მოგება ჭირდება, გიგა ძალიან გამოცდილია, არ ვიცი რა, კი მე ყოველთვის გიგას იმედი ნებისმიერ მებრძოლთან მექნება. უბრალოდ აქ რაღაც 23 წლისა კევინ ვალეხოსთან და უნდათ რომ უბრალოდ აბუსტონ ტიპი რა და არ მგონია ეგრე მარტივად რომ იყოს საქმე როგორც გონიათ რა რომ მარტივად შეიყვანენ ტოპ 15-ში რატომღაც ეგრე ვარ ეს მოყვები მაგრამ ბავშვი გიგა არის ჩვენი არის კი ბატონო მაგრამ ისედაც რო არ იყოს ქართველი და აი უბრალოდ განვიხილავდე ამ ბრძოლას მთლად ვალეხოსის იმედად ვერ ვიქნებოდი ისიც ფაქტია რომ ქართულ MMA-ში ყველაზე წარმატებული ადამიანი თავიდან იყო გიგა ჭიკაძე. კი, რა თქმა უნდა. ყველაზე ახლოს იყო კამერთან. ხო, რეალურად აი კატართან მარცხიდან დაიწყო დაღმასვა. დაცდენამ პირდაპირ მნიშვნელობით ჩამოანგრია ყველაფერი და ძალიან საინტერესო ბრძოლა, თან ცოტა დრო რჩება.
გიგას კი ძალიან ცოტა რო რჩება ქარდი წლის უпростоეთ წლის ბოლო ქარდზე იჩხუბებს აი Apex-ია ეგეც Vegas-ში იჩხუბებს გიგა და რავი გიგასგან ველოდები ერთადერთი რაღაც მინდა რომ დახვეწო არა ორად მინდა რომ კარდიო გამოასწოროს ოდნავ მაინც თუ შეუძლია და რაც აუცილებლად შეუძლია ალბათ ის არის რომ რაღაც takedown-ის დაცვას მოკეთ მოუმატოს რა რამენაირად და დანარჩენი ყოველთვის იმედი მაქვს რა ერთ-ერთი სისტემა არის რომ იღლება რა გიგა რა ეგეც დიდი მინუსი არის რომ იღლება და კევინ ვალეხოსმა სილვასთან აი ძალიან მაგარი ჩხუბი ჩაატარა რა ძალიან მაგარი ჩხუბი ჩაატარა სამივე რაუნდი ჩხუბა ძალიან კარგად და ამ ხრივ 23 წლის მებრძოლს მე მგონი პრობლემა არ ექნება კარდიოს ხრივ და მე მგონი გიგამ მაინც უფრო ფინიშზეც უნდა იმუშაოს ჩემი აზრით. გამოცდილება იქნება გიგას თავი უპირატესობა მაგრამ ხო, ან გადაანაწილოს, კარგად გადაანაწილოს რა. თან გიგამ რომ პირველი ბრძოლა არის რომელიც ანუ პერსონალურად მივიღეო რა. გიგას გუნდელი ყავს მე მგონი დამარცხებული. ხო, ცოტა სხვანაირს ვნახავთ წესით რა. ეხლა ბოლო ბრძოლა რა იჩხუბა ონამასთან და ონამას სახუში იყო. ძალიან ჭირდება გიგას გამარჯვება უკვე წაგებების სერიაში. იცი რა არის, მე მგონი თუ ვერ გაიმარჯვებს, შეიძლება ეს ბოლო ჩხუბიც იყოს UFC-ში. თუ ვერ გაიმარჯვებს. ხო, არ მიცემ, მაგრამ მე მგონი არ გაიმარჯვებს. იმიტომ რომ სერიაზე არის უკვე წაგებების და ყოველ შემთხვევაში რომ გიგა გაიმარჯვებს. მართლა უბრალოდ მიეწყო ისე რომ არ უმართლებდა გადამულად ბრძოლებში. Gatekeeper-ად ხდიან გახადეს უკვე რეალურად. ონამამ ჩვენი ადგილი წაგვართვა წინა ბრძოლაში რაც ჰქონდა და კევინ ვალეხოსაც იგივეს უპირებენ რომ უნდათ რომ ეს ადგილი საერთოდ ანუ ტოპ-15-ში აღარ უნდა. ეხლა მე-15-ზე არის გიგა. ხო, ეგეც ისე მე-15-ზე ვეღარ იქნება ლოგიკურად. ხო, რა თქმა უნდა და ალბათ მცირე შანსი იქნება მე რომ კიდევ დატოვონ მოკლედ რა UFC-ში მithumetes ახ გურამი გაუშვეს ბოლო და გურამს არანაკლები ახ გამროტი ყავდა დამარცხებული და რავი კარგი მებრძოლი ფეიმი მაგ ხამზატ ილია და ალექსანდრე ყავდა ბოლო კუთხეში და მაგას არ უკვირდება მოკლედ ხალხი რა გაკეთებული რას აკეთებ მაგას უკვირდება UFC ზოგადად და მოგება გვჭირდება აუცილებლად რა ამაზე უფრო ცალად მე ბრძოლამდეც ვისაუბრებ და ახლა დავასრულოთ მოდი ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და მოკლედ შევხვდებით იქით შაბათს უკვე ის სხვათა შესვენება გვიწევს კი არ მახსოვს ერთ კვირიანი ეს ესე იგი ბონფიმი და ხო მახაჩევამდე მოგვიწევს ერთ კვირიანი შესვენება არა ხო ეგრევე არის კი ბონფიმის მერე ეგრევე ერთი კვირა და მახაჩევის კარდი იქნა რა კარდი არის მერე ცარუკიანი ჰუკერი ძალიან კარგი ჩხუბი ესეც შესვენების გარეშე და აქ ალექსანდრე ჩხუბობს თან და მერე არის შესვენება მერაბის კარდამდე და მერაბის კარდამდე არის მერე შესვენება ამიტომ ეხლა ჩვენც შევისვენოთ და შევხვდებით მახაჩევი მადალინას განხილვით